მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო გამომწერებო. ჩვენ ვიმყოფებით საბერძნეთში, კერძოდ ათენში და მისი მაღალ ოვლად უსამრთლოესების ზუგდიდისა სადაც საიჭის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მივემგზავრებით კუნძულ კერკირაზე. ჩვენთან ერთად იმყოფება ქალბატონი ნატალია, რომელიც გაგვიწევს მეგზურობას და რამდენიმე სიტყვით ჩვენი მოგზაურობის შესახებ რომ გვითხრათ. ქრისტიანსგა დაესწარით მრავალს. ჩვენ ახლა მივემგზავრებით კუნძულ კორფუ, კერკირა, საოცარი მადლიანი ადგილი. მოვილოცავთ და მივიახლებით წმინდა სპირიდონ ტრიუმფიტელის უხრწნელ სხეულს. მოვილოცავთ დიდებულ ტაძრებს, დიდებულ მონასტრებს. ჩამოსული ყავს სტუმრები საქართველოდან და ასევე შემოგვერთდნენ ადგილობრივი ემიგრანტები. გაიხარეთ, გაგახაროთ ღმერთმა. ჩვენ შემოგთავაზებთ არაჩვეულებრივ კადრებს და ძალიან მადლიანი და ლამაზი დღეები და კადრები გველოდება წინ. მოვიდა ჩვენი ავტობუსიც და მალე დავიძრებით. ძალიან სასიამოვნოა, როცა ხედავ რწმენით გულანთებულ ადამიანებს. სიკვდილისა და მკურნელი დასაფლავების შინათა ცხოვრების მიმიჯებელი. ჩვენ მივდივართ ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტის ჩვენი უსაყვარლესი მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით. ჩამოსულები არიან სპეციალურად ამ მოლოცვისთვის ამ ეპარქიიდან. ჩვენთვის უძვირფასესი და უკვე ნაცნობი დეკანოზი მამა ილიას არია და ასევე ჩამოსულია, ეხლა გავიცანით, ძალიან ისეთი საოცარი პიროვნება, მამა დემეტრე და ასევე სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებული უნიჭიერესი მირზა. დილადრიან ჩამოვედით კუნძულზე, სადაც ღვთისშეწევნით გვაქვს შესაძლებლობა სპეციალურად ჩვენთვის ქალბატონი ნატალიას თხოვნით გააღეს ტაძრის გარები და გვაქვს შესაძლებლობა წმინდა იოანეს ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში მოვილოცოთ უამრავი სიწმინდე. სხვადასხვა წმინდა მამის წმინდა ნაწილები არის აქ დაბრძანებული და როგორც ხედავთ ჩვენი მომლოცველები, ქართველი ემიგრანტები ემთხვევიან რიგრიგობით, ტოვებენ მოსახსენიებელს და ევედრებიან როგორც საქართველოს გამთლიანებას, ისე საკუთარი ოჯახების კეთილდღეობას. ღმერთმა დააგლოცოთ, გაგახაროთ, ღვთის მადლი, წყალობა, კურთხევა, არ მოკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ფლის შეწევნით ჩვენ მოვედით წმინდა სპირიდონ ტრიუმფუნდელის ტაძარში. ძალიან მალე დაიწყება საღვთო ჟამისძიება და საღვთო ჟამისძიების შემდეგ აუცილებლად გაიხსნება ლუსყუმა და ცხადად ვიხილავთ ყველანი ამ წმინდანის, წმინდა სპირიდონ ტრიუმფუნდელის უხრწნელ სხეულს. საღვთო ჟამისძიების შემდეგ უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენიებლად ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით გადაიხადეს ანაშვიდი და ახლა კოლიოს არიგებენ ქართველები ჩვენი უწმინდესის სახელით. უფლის შეწევნით ჩვენ მყოფებით კორფუში, საკათედრო ტაძარში, სადაც საშუალება გვაქვს ეს უდიდესი სიწმინდე მოვილოცოთ. თქვენ კადრში ხედავთ წმინდა თეოდორა დედოფლის უხრწნელ სხეულს და დღეს უფლის შეწევნით წმინდა თეოდორას მეოხებით მოგვეცა შესაძლებლობა რომ ვემთხვიოთ წმინდანის უხრწნელ სხეულს, შეგეწიოთ თქვენ სრულიად საქართველოს და მე მირზას ვთხოვ რომ ძალიან კარგად დააფიქსიროს ხელის მტევანი, რომელიც ძალიან უხრწნელი არის. მის შესახებ ძალიან ბევრი ისტორია, მაგრამ ყველაზე დიდი რაც შეიძლება ვთქვათ, რომ ის 25 წლის განმავლობაში იყო მონაზონი. და დღეს ძალიან გაგვიმართლა ყველას, რომ ეს დიდი სიწმინდეების მოლოცვის შესაძლებლობა გვაქვს. შეგეწიოთ წმინდა დედოფალი თეოდორა, თქვენ და სრულიად საქართველოს.
გვახსოვს თუ წაკითხული არა გვაქვს ფილმი და მაინც ის ეპიზოდი როცა მამა პაისი მიდის მოსაძებნა თავისი მოწვრის მამა არსენის საფლავის მოსაძებნა და შემდგომ იპოვის მის საფლავს და იქიდან ძვლებს ამოასვენებს წაიღებს იქ სადაც მამა პაისი მოღვაწეობს თავისთან წააბზანებს მამა არსენის ნაწილებს და შემდეგ მისი ოჯახის წევრები, მისი ახლობლები ემთხოვიან და განსაკუთრებით კი ფილმიდან გვახსოვს ის ეპიზოდი, როცა იხსენებს მისი უახლოესი ადამიანი პოდრომე თუ როგორი მოღვაწე იყო მამა არსენი, საოცარი სცენა არის და იცი რა მინდა? რომ ის მომცე, რასაც მამა არსენის შესახებ ინახავ, მისი ცხოვრების დაწერას ვაპირებ. რა სიტყვი? ვიტყვი, რომ ეს დიდი კურთხევა. მახსოვს, როცა მოგნათლა. ბებია შენს უთხრა, ჰაჯი ქრისტინა. ამდენი ბავშვი მოგინათლე და ჩემს მემკვიდრედ ერთი ბერი არ უნდა დავტოვო? და გახდი კიდეც ბერი. დიდი მადლობა. შენგან გავიცანი მამა არსენი. სასწაული ადგილია რამოდენიმე სივრცე არის გამოყოფილი იმისათვის, რომ ის რაც ამ მონასტერში არის დავანებული სიწმინდეები, ყველა მოთავსდეს. მირზა, მინდა რომ ძალიან კარგად აჩვენო ის სიწმინდეები, რაც დასწულია. ერთი სივრცე არ არსებობს თავისუფალი, სადაც სიწმინდე არ არის დაბრძანებული. აქ კი ქვემოჯვრები არის. ყველას თავისი ისტორია აქვს, ყველას განსაკუთრებული მესაკუთრე ყავდა ცხოვრებაში. აუცილებლად ვისაუბრებთ ცოტა ხანში წმინდა პაისის შესახებ, რადგან სადაც ვართ ახლა ამ მონასტრის წინამძღვარი ცხოვრობდა მამა პაისთან. მამა პაისი მისი სულიერი მოძღვარი იყო და საინტერესო ისტორიებს მოგვიყვება. როდესაც წმინდა პაისთან ძალიან დიდი ჯგუფები მიდიოდა, იმ ხალხს ეუბნებოდა, რომ მადლობელი იყავითო უფლისიო, რომ ამ მოგზაურობაში იყავით, ანუ მოგზაურობა მოგცათ, საშუალება მოგცათ. Школе еврейского таксидерского тонусимас. ეს ათონის ფრაზე, ხო და მე კიდე თქვენ გისურვებთ იგივეს, რაც წმინდა პაისი ეუბნებოდა. Να νιώθετε μεγάλη χαρά και ευγνωμοσύνη που προσκυνήσατε τον Άγιο Σπυρίδωνα. გიხაროდეთ ნამდვილად და გეწეოდეთ, რომ მოილოცოთ წმინდა სპირიდონი დღეს. Αν εγώ δω φωτογραφία την Ναταλία, θα χαρώ πολύ. Αν την δω όμως από κοντά και την αγκαλιάσω, πιο πολύ θα χαρώ. Περίμενε. Εικόνες υπάρχουν σε όλο τον κόσμο. Εδώ όμως είναι ο ίδιος ο Άγιος. Αυτή είναι η διαφορά. Δεν είναι φωτογραφία, είναι ο ίδιος. სურათი რომ ნახო ნატალიაში გამიხარდება ვთქვათ, მაგრამ ახლოში რომ ნახო, უფრო ჩავეხუტებ და მოეფერები ახლა. ღვთისმშობელის ხატიო ძალიან ეს ბოდიში წმინდა სპირიდონის ხატი ძალიან ბევრგან არისო, მაგრამ სხვა არისო თვით წმინდა სპირიდონთან რომ მივედი. სათანასლებუთა მართათა სასულსა მონისა შენისა განუსვენებაცოა. მერმეც საგევედრების განსვენებისათვის სრული სამიცვალებული სასრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა ცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთისა დიდი სამეუფისა მამისა ჩვენისა ილიასათვის ქრისტე აღსგამგრეთი სიკვდილით ასიკვდილისა დამდგუნველი და საფლავებიშინა დაცხოვრების მიმნიჭებელი